მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. წმენდა იქნება ენერგეტიკული ანგელოზების და არხანგელების დახმარებით, მაღალი ძალების დახმარებით შეეხება. აი აქ მოგიმზადეთ. აი, ყურეთ, ეს არის ნაწლავი. ნაწლავების წმენდა იქნება. აი ეს არის მუცელში თქვენი ნაწლავები, აი ეს შებერილობები და ასე შემდეგ, ხო? და იქნება ასეთი თემა. აი ასეთი თემა, ახლოს მოვწიოთ, დაინახოთ. მეტი უბრალოდ კამერა ვეღარ ემას ვქენი, ჩვეულებრივი ნაწლავი, ხო? ჩვეულებრივი ნაწლავი, დავხატე როგორც შემეძლო. ესე იგი, შიშიდან გამოწვეული ტოქსინები, პატარ-პატარა ქვები, წამონაზარდები, პოლიპები, რაღაცეები კიდე. მე ხა წმენდის დროს ჩამოვყვები და ჩამოვყვები. აქ მოვამზადე მე წყალი დავტვირთე, როგორც საჭიროა, აი ესე ნაწლავზე დავდებ. აი ასე დავდებ ნაწლავზე. აი ასე ხედავთ, ხო? კი, აი ნაწლავიც ჩანს პირდაპირ შიგნით. ეხლა ჩავაგდებ კრისტალს დამუშავებულს. დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. ეს ყველა რიტუალი კარგია იქ ის ქესა, მაგრამ ჯანმრთელობა არავის არ გადაუდია, ხო? და ეს ისეთი პრობლემაა, რომ აქ ამ წვენესანთელს გავაქტიურებ ჯანმრთელობისთვის. ჩემი ჩამოსხმულია და ვნახოთ როგორ იმუშავებს. თუ ჩაქრა ავანდებ. თაფლის არის ესეც, რა თქმა უნდა. და დავიწყოთ, ხო? ფერიები, ანგელოზები, ყველაფერი ყველა ჩვენს გვერდით არიან. საკითხი არ მოგიცუნცულოთ, აი ესე, ხო? ესე რომ უფრო დაცვის მომენტი იქნება. ნახოთ რამდენი სანთელი დაგჭირდება, მოვამარაგე. ძალიან დაგეხმარებათ. აი უკვე ჩაქრა. ვიცი ხოლმე რა უნდა ჩავწერო. მეგობრებო. თქვენი სახელი დაასახელეთ მეგობრებო. და მე დავიწყებ მუშაობას. მოკლედ ესეთი თემა გვაქვს. დაიწყოს სანთელმა დაიწყოს, მე კამერიდან უყურებ. აქედან დავიწყოთ. ჯერ შემოვლი. შემოვლი. შემოვლი ნაწლავს. უკვე დაიწყო მოქმედება, უკვე შევიდა მოქმედებაში. ნახეთ? უკვე შევიდა მოქმედებაში. რისი თქმა მინდა მე ახლა. არანაკლებად მოდით ჯერ შუაში ასე ვიმუშავებ და მე
ეს ჩამოვლი. უჭერს პრობლემა ბევრს გაქვთ. ხო, ბევრს გაქვთ პრობლემა. თავარია ერთი გავაკეთე და დანარჩენი ვიცით რა ხდება. მეგობრებო, ესე იგი, არანაკლებად საჭირო თემაა. უკვე აქ გამოისახა რაღაცეები. არანაკლებად საჭირო ორგანოა ეს ჩვენი ნაწლავი, რომლიდანაც გამოიყოფა და გამოდის ხოლმე გარეთ ყველა დაგროვილი ნეგატივი. აქ არის ახლა შებერვა, შლაკები. კი, აი შლაკები. აქ არის გაუვალობა, შიში, პოლიპები. თქვენ უკვე რაღაცებს იგრძნობთ ახლა მუცელში, გამოძრავებას. აქ შევეხები წარმონაქმნებს ნაწლავებში, ტოქსინები. ნახეთ, წამოიღო პორჩა. ტოქსინები, ასევე აი ტოქსინები, რამდენი. ტოქსინები, მეგობრებო. ქვები, ასევე ქვები. ეს შლაკები. ჩხუბობს სანთელი, ჩხუბობს. თქვენ სანთელს უყურეთ, მეგობრებო, სანთელს უყურეთ. თან შეგრძნებებს დააკვირდით. ტოქსინები, ქვები, კონუსები. ეხლა არ გამიკვირდება ზოგს, რომ გაებეროს ნაწლავები. არის პორჩა, არის გამოისახა, არის პორჩა. ტოქსინები, ქვები, კონუსები. აქ მე მარჯვენა მხარეს გადმომცემს ნაწლავში, აქ ვიღაცას წამოებერა. მუცელში ჩხლეტები შეიძლება იგრძნოთ. აი გაციების შეგრძნება, ეს შეკუმშვა და ასე შემდეგ. ეხლა თუ უცებ ტუალეტში ბოდიში მოგინდათ, დააპაუზეთ, გადით, მერე გააგრძელეთ, არ შეიკაოთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია წმენდის დროს, თან ჩემი წმენდების დროს ხდება ხოლმე. ოჰოჰო. და ხატ აქ წავიმუშაო ნაწლავის დასაწყისში. ოჰოჰო, ნახეთ. აქ წავიმუშაო. კუმშვადი შეგრძნებებია, ეხლა კუმშვადი, ზოგს წამოგაცხუნათ, ზოგს პირიქით შეიძლება ფეხებიც გაგეყინათ. შეკუმშვის ეს შეიკუმშა, განთავისუფლდა ეს კუმშვადი სიტუაციები, შეგრძნებები. ოჰოჰო, არის, ნამდვილად არის ეს პორჩა. მოძრაობები დაიწყო მუცელში ახლა. გაზებს რო ეძახიან. კარგით, აქაც ჩამოვიდა. გადასარევი. ახლა მე მინდა ეს მე ჩამექრა. თვითონ არ ჩამქრალა. ახლა აი აქეთ მინდა ცოტა შევეხო, აი აქეთ. ოპა, და ჩაქრა.
რა. ნახეთ მწვანე სანთელი როგორ მუშაობს, ხედავთ? ნახეთ როგორ მუშაობს. აი გადასარევად მუშაობს, ხედავთ? უყურეთ, ოპ, აი ეს ყველაფერი პორჩა, დაავადებები, ნახეთ. ნახეთ, ოპა, წაიქცა, რა გადავარჩინე. აი ნახეთ რა დღეშია. უყურეთ. აი ეს ყველაფერი მუცლიდან ჩამოგივიდათ, მეგობრებო. მუცლიდან ჩამოგივიდათ. ეს ჩემი დაპროგრამებული სანთელია. აი ეს ყველაფერი ლარვები, პროგრამების უშნასწები, ნახეთ როგორ მოდის. ოხოხო, წამოვიდა. აი აქაც ზის რაღაცა მოკაკული, ნახეთ, რომ აი მუცლის ტკივილის დროს რო ხდება ხოლმე. აი ესეთი სიტუაციებია. იმუშაოს, კარგია. კარგით, ეხლა მე აქეთ გადმოვედი. აქეთ ერთი წუთი. აქეთ გადმოვედი. ეს დავადებ თქვენს ნებართვით. ხო, ეხლა რა მინდა შევეხო? შიშს მაგალითად. არსებობს შიში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შიშით გამოწვეული სიმპტომები, თვითდაბლოკები, რომელიც ესე იგი ადამიანი თვითდაბლოკებს აი ბოდიშით დამამტკნა რა თვითონ იქმნის, აი სტრესის დროს რომ არის ადამიანი შიში და ამ დროს შიში განვითარდება და ამ შიშიდან მუცლის ტკივილი მუცელზე არ ტყავს, ნაწლავზე არ ტყავს და განვითარდება პორჩა. აი აქაც აი სული ჩამოვიდა რაღაცის სული ჩამოვიდა. ესე იგი მივახციეთ ჩვენ იმას რაც გვინდოდა. აი აქაც გამოიხატა, აი აქაც ზუსტად კი სიმძიმეა. აი აქ და ეს თვითონ ჩაქრა. ნუ აქ მე ვიტყოდი რომ რთული სიტუაციებიც გქონიათ. კი, რთული სიტუაციები, იმიტომ რომ დააკვირდით მწვანე სანთელს მარცხნივ. რა დღეშია ხალხო, მოდის და მოდის, ნახეთ, სუნაწლავები და მუცელი გადახსნილი, ხედავთ? არ მუშაობს სანთელი, ესე იგი მეჯიბრება და რატომ მეჯიბრება? რა უნდა? აქეთ არ მუშაობს, აქეთ მინდა ავამუშაო. აი ეს დავიჭრე, აი ეს ავამუშაო. აქ მინდა რომ ვიმუშაო, აი ამ ადგილას დასაწყისში, ესე იგი კუჭის მარჯვენა მხარეს ის რო არის გულმკერდის დამთავრება, ძვლები რო გვაქვს აი ჭიბთან, აი მაგ მხარეს გადასცემს. ეს სტრესი, შიშიდან გამოწვეული, ნერვიულობიდან გამოწვეული სიმპტომები. რა თქმა უნდა, ასევე მე თვითონ ადამიანი დაიბლოკავს თავს, მიხვდით ხო? სტრესი, შიში. და ამ დროს განვითარდება პორჩა გენუცვალე. იმუშავე. და ეს პირდაპირ ურტყავს მუცელს. წამოიღო. კარგია. ძალიან კარგია. ნუ უჭირს ცოტა, მაგრამ სანთელს უყურეთ და დააკვირდით თქვენ შეგრძნებებს. გოგოებო, ბიჭებო. აი ეს მინდოდა, აი. წამოიღო. აქ ძველი პორჩაა, ძველი. შეიძლება რამოდენიმეს მუცელში ან ნაწლავზე ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და ან ისეთი ოპერაცია, რომ ნაწლავს ეხება, და იქიდან გამომდინარე, ესე იგი კიდე აი შემოგრჩათ რაღაცა, ან გაწუხებთ ხოლმე სტრესის დროს, არ გამორიცხავ. ნუ სასმელმაც იცის ეხლა, ხო? მე რო არა ვთქვა, იცის.
ეხა აი აქეთ მინდა ისე აქეთ აი რა არ მუშაობს ესე იგი ანგელოზის მხარეს ხრება უყურეთ იმუშავე მაინც აგამუშავებ უფლის დახმარებით ანგელოზების და არხანგელების დახმარებით წამოიღე აქ პორჩა ვგრძნობ კი არა და ვხედავ მინდი წამოიღე ეს ტკივილი ძველი პორჩა წამოიღე ძველი ნეგატივი მიდი ეხა შეიძლება ჩხლეტა იგრძნოთ კაკოკა ესეთ რაღაცები მიდი აი თითქოს რაღაცა უნდა რომ გასკადეს აი ესეთი შეგრძნება მაქვს უყურეთ სანთელს უყურეთ თქვენი ენერგიები ჩააქსოვეთ ჩემო გამომწერებო მიდით რომ ჩამოვიდეს ჩამოიღვენთოს ამ რიტუალის საშუალებით ბევრს მოგიწესრიგდებათ ეს სიმპტომები, ჩხლეტები, ჭყრიალი მუცელში, კუმშვადი რეაქციები, აი სიტყვაზე ამყვა, დანასავით რომ ქსერავთ. ნახეთ როგორ ჩამოვიდა, აი აქ არ უნდოდა, მაგრამ ამის ნება არ უნდოდა. კარგით მეორეს ავიღებ და დავიწყებ ჩემო კარგებო. აბა როგორ გრძნობთ თავს, მე შეგრძნებები მაქვს თქვენი და უყურეთ მწვანე სანთელს რა ხდება, ნახეთ, განახოთ ხო კიდე ახლოდან. უყურეთ, აი დაბლაც დაეღვენთა. აი ეს ლიარვების უშნასწებით და ფოკუსი ვერ იმაშვრება. აი ნახეთ, რეები ხდება ხალხ. აი ეს ჩამოგდით სულ მუცლიდან, ნაწლავებიდან, აი ეს ჩადებული პროგრამები, ტოქსიკური ადამიანები. ახლა შევეხები ტოქსიკურ ადამიანებსაც, ამასაც არ დაგიტოვებთ, ჩემო გოგოებო, ბიჭებო. ნახეთ როგორ მოხრილი, აი ტკივილს რო განიცდის ადამიანი და ეს არის ახლა დაბლა ფეკალები წარმოიდგინეთ. რომ განთავისუფლდებით, ვისაც გიჭირთ ან კოლიტი გაქვთ ხო, განთავისუფლდებით ამ სიტუაციიდან, აუცილებლად განთავისუფლდებით. სულ ცოტა სამჯერ უნდა უყუროთ, მაგრამ შეგრძნების თქვენ როგორი სიტუაცია გაქვთ, იქედან გამომდინარე უყურეთ. აი ეს არის ლიარვა, ნახეთ, ზის და თან სულიც არის რაღაცა. ჩადებულია პროგრამა, აქ არის უკვე ჯადო გაკეთებული, იმიტომ რომ იმდენჯერ ჩაქვრა, ხელოვნურად გამოწვეული ტკივილია, აქ მე ვხედავ გაუვალობა დაემართა ვიღაცას ძალიან ადრე. და ეხაც აქვს ხოლმე შეტევები, ან ისევ ჯადოს აკეთებენ, გიმეორებენ. ნუ კონკრეტულად ნაწლავის არა, მაგრამ არც ამას არ გამოვრიცხავ, კი, არ გამოვრიცხავ არც ამას, რომ იციან თქვენი სუსტი წერტილი და რომ დაგაჩოქონ ეგ უნდათ, რომ დაგაჩოქონ. ეთყობა ვეღარ მოგიდგნენ სხვადასხვა ადგილებიდან ვერ გაჯობეს და აი ეს უნდათ, რომ ეხლა დაჩოქილმა იყოთ, აი როგორც აქ მოკაკულმა აქ და კიდე ჩამოდის, ნახეთ, ცხვირიანი რაღაც, აი აქ ჩატკივილისგან თითქოს აი თავს რო იხჩობ ადამიანი ეგეთი სიმპტომებია რო იკლავ რა, იმიტომ რომ 3ჯერ თუ 4ჯერ თვითონ ჩაქრა. აი არის სერიოზული პორჩა. აი ხა აქ ვიმუშავებ, აი ამ ადგილში ვიმუშავებ ნაწლავთან. აი ხوار და გავიწყდათ ესე წამოვედი, აი ესე მოვედი და მერე იქედან წამოვედი მსხვილ ნაწლავთან, აი ესე მოვედი, აი ესე წამოვალ, აი ნაწლავი და აი კიდე, აი იქედან
ეხა შემოგიარეთ ენერგეტიკები, ოპ, აი აქაც მუცელთან ახლოს, აი აქ არის. მოდი ჯერ აქ ვიმუშავებ, სადაც თქვი და მერე აი ამ გაყოლებაზე უყურეთ, აი აქედან უყურეთ ნაწლავის გაყოლებაზე, აი ესე, აი აქ არის. აქ კვანძია რაღაცა ოპერაცია და კვანძია. ან გეკვანძებათ ხოლმე ამ ადგილში. აჰა, მოდი ამას დავამთავრებ აი აქ. აი ესე დავამთავრებ და წამოიღოს აქ, წამოიღოს. თან ხა დარეგულირდება, მოგიწესრიგდებათ ეს ჩხლეტები, სიმპტომები. ხო, თქვი აქ არის მეთქი ვგრძნობ ხოლმე. სიმპტომები აი ამ მხარეს დანასავით თითქოს რო აი ქსერავთ. წავა შებერილობა. აქ მე არ ვაპირებდი, მაგრამ შევეხები ცოტა იჟოგასაც შევეხები. მორჩა? კი, მორჩა. ეხლა ცოტა იჟოგას შევეხები. იმიტომ იჟოგა წვა, ხო? ეს ცოტა სხვა თემაა და ეხლა მე კიდე ენერგეტიკულ შემოვლას გავაკეთებ ზემოდან. აი აქედან ისევ გავაკეთებ. თელ ნაწლავზე. აი ხა იგრძნობთ ცვლილებებს, იგრძნობთ, იმიტომ რომ ვეხები ახლა. პირდაპირ ნაწლავს ვეხები, შიგნით, ღრმად ვეხები. აი აქ არის, აი აქ. წეღანაც აქ. აი ესე გავივლი ახლა ამ ნაწლავს. მუცელთან, რომელიც ახლოს არის და გადამუშავებას უწყობს ხელს, აი აქ ქვემოთ. აი აქ, აი ამ ადგილას არის ნეგატივი, ქვემოთ, ავდივარ ისევ ზემოთ, ავდივარ. ჩამოვყვები, კიდე ნაწლავი. აქეთ მხარეს ჯერჯერობით, აი აქ უტყავს. იმიტომ ხრებოდა წეღან, აი აქაც არის პორჩა. როცა წამოიღოს, აბა თუ უნდა წმინდა. ყველა პორჩა ჩადებული ხელოვნურად თუ თვითნებურად თუ დისტრუქციული და მაგიური პროგრამებით, რაც არის აი ამ ადგილას თქვენს მუცელში, ნაწლავში. ყველაფერი გამომაქვს, გამოვასუფთავებ და გინთავისუფლებ და ტკივილს გიმსუბუქებ. ყოჩა ჩვენ. მე აქ სისუს კარგად ვიგრძენი ახლა თავი, აი ეს რო წამოვიდა. იმედია თქვენც, ვისაც გაწუხებთ, ახლა ავალ კიდე ზემოთ ავალ. ახვალ კი. ბუშტებს ხედავთ? ბუშტები. ვიღაცას ძალიან, ესე იგი, ძალიან ეზიზღებით, აი ორგანულად მეზიზღებიო, ხო იცით? აი ნაწლავებიც კი რო ასტკივდებათ, აი ესეთი სიტუაცია გაქვთ ბევრს აქ. ვიღაცას თქვენიანს ოღონდ, თქვენიანს, ვიღაცა ტოქსიკური ადამიანია. ავდივარ. ავედი. ეხა ცოტა იჟოგას შევეხები. მაგრამ მე მინდა რომ აი აქედან იწყება იჟოგა, აი აქედან. კი იწყება, მაგრამ მე ეხლა გრძნობ რომ ცოტა აი ამ ადგილში, აბა ჯერ აქ ვამუშავებ, აი აქ წვა, იჟოგას ვიტყვი, გულძმარვა, ხო? გულძმარვა. აი ჩემი გამომწერებისთვის, აი ამას ხსნი ახლა ჩემი გოგოები და ბიჭებისთვის.
აი აქ მთელი ჩემი ძალებით, ანგელოზების და არხანგელების დახმარებით ვიღებ აი ამ გულძმარვას. ზოგი წამლი აქ მეუნებია, ახლა წამლების გემო მაქვს, აი ბევრს წამალიც არ გშველით იმ დონემდე. შეიძლება ექიმები გეუნებიან არაფერია და რაღაცა გტკივათ, ხო? მაგრამ არის ეს გულძმარვა აქ წყევლისგან, ზიზღისგან, ჯადოებისგან და აი ამ ყველაფრისგან გამოწვეული, რომ აი შენი ატანა არა მაქვს და როგორ მინდა რომ აი ამ ქვეყნიდან გაქრე. ზიზღი და ეს იწვევს იჟოგას, ჭორები, გადაკიდებული როა თქვენზე ადამიანი და რო არ განებებთ თავს, აი აქ ესეთი სიტუაცია, აი ნახეთ, ბევრს მოგეშვებათ ახლა ცოტა შედარებით ეს სიმპტომები. კაცრავად ჩიიმი ლამაზი ხელებისთვის. ოპა, დავიწვეს, მიეკრო ახლა იქეთ, ნახეთ რეები ხდება. სცენის იქეთ, მიეკრო და აი ასე. მოდი აქ, მეც აქავარ. არ უნდა რომ იმუშაოს, არ უნდა. ამას დავამთავრებ აქ და რა ვქნა, თქვენი გულისთვის ავიღებ მესამე სანთელსაც. ხო, აი ადამიანის ზიზღით გამოწვეული, წყევლებიდან გამოწვეული, პორჩა, აქ არის პორჩა, არის კი და იმიტომაც ესე იგი აქ ბევრი არის ახლა ტკბილზე და მწარეზეც დამოკიდებული და მაგიტომაც არის, რომ აი ექიმი ვერ პოულობს, მაგრამ წამალიც არ გშველით. ნახეთ რა სიშავე ჩამოვიდა ხალხო, ნახეთ, ოპა. აი რომ სიმძიმე გქონდეთ, ეს არის თევზზე გაკეთებული და ეს არის კიდე ბოქსის ხელთათმანი, რომ აი სიმძიმე გქონდეთ, აი აქ კიდე ცხვირიანი კაცი, ესე კალდუნი ამოვიდა შემსრულებელი, მიხვდით ხო? მაქვს ეს ყველაფერი ხსნივას უთავებ და უკან მისამართზე ვუბრუნებ პატრონს, ვინც ეს გამოუშვა თქვენთან ეს წყევლები და ეს სპეციალურად რომ გიაქტიურებთ აი ამ პრობლემას, რომ გიაქტიურებთ. ეხა წნარად ვარ უკვე. აი აქეთაც მინდა იჟოგას ბარემ დავამთავრო, აი ამ წვას. აი აქ მინდა, აი აქ ჩამოდის სადღაცას, აი აქ არის ზუსტად. ხო, აი და ჩაქვრა, აქ არის მეთქი და ჩაქვრა. აქ მეორე ხელით მომიწევს, არა უშავს. მეორევე ხელით ჩემია. აი აქ არის, აი ამაშია. წვალობს, იმიტომ რომ არ უნდა რომ მოვხსნა. ჩამოდი, აი იჟოგა. აი აქ გულძმარვა, გულყრა თუ გულწვა. სუნთქვას რო გიკეტავთ ყელში და აი რო არიცი ადამიანმა რა ქნა. და ყურებშიც რო ადის წვა, აი აქ ესეთი სიტუაცია. ტკივილისგან, აი ამ წვისგან. იგი იქედან აი აქ გადმოსცემს, მიხვდით ხო? ზემოდან გადმოსცემს, აი აქ არის ჩასაფრებული აი ეს პროგრამა, ლარვა პროგრამა. წყევლის, მიხვდით ხო? ზიზღის რო ეზიზღებით ადამიანს და წეღან გამოვთქვი რომ აი რომ უნდა რომ გაგაქრონ ამ ცხოვრებიდან სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. ხო, ეხლა ავიღებ კიდე და გავაგრძელებ ჩემს თემას მაინც.
აჰა, ხო, სად გავჩერდი ახლა ერთი წუთი გოგოებო ბიჭებო. უნდა გამოგაჯამრთელოთ, აბა. ხო. ეხლა კიდე, ოპა, შემოვლი მე. აი აქ შემოვლი. ისევ ნაწლავს. სერიოზული პორჩები ჩამოვიდა, მინდა გითხრათ. სერიოზული პორჩები ჩამოვიდა. უყურეთ სანთელს და თან თქვენ შეგრძნებებს დააკვირდით. აი ასე უნდა ავიდე, ნაწლავი ესეა, აი ესეა აი ასეა ნაწლავი. და აი ასეა. მე თან აქ მუშაობ, რო გავჩუმდები ხოლმე, აქ ვარ თქვენთან ვარ. მუშაობ რაღაცებს ბუტებ ჩემთვის. მოგიხსნათ. აი ამ ადგილში. აი აქ არის, აი აქ ურტყავს ახლა აი ხსნივას ვთავებ. აი ამას. აი ამ ადგილს. აი აქ წავიმუშავებ, აი აქ ესე რომ ჩამოდის წევან ფოტო ხო დაგანახეთ, აი ესე რომ ჩამოდის, აი აქ დაკლაკნული. აი ამ ადგილში ურტყავს. აი აქ წავიმუშავებ ახლა მე. აი ასე წავიმუშავო მინდა. გამოვიტან პორჩას აქ აი ამ მსხვილი ნაწლავიდან. გამოვიტან, აი ეს, დავიჭირე. აი აქ ზის. აი აქ ზის. ხა რეაქციები გექნებათ, კუმშვადი, მუცელში ჭყრიალი, ჭყლეტების, აი ეს ყველაფერი. პორჩა გამოვიტანოთ. აი წამოიღო, ხო თქვია რა, აქ არის მეთქი, ნახეთ, აი ჩამოიტანა. მინდი წაიმუშავე კიდე. უჭერს, არ უნდა, მაგრამ უნდა წაიმუშაოს აი ამ ნაწლავზე, აი ეს ადგილია ნაწლავის, მუცელთან მიმავალი, აი აქ მუცელთან ახლოს მიმავალი. მოაქვს, ესეც პორჩაა. წვის შემდეგ. თან შევეხები, აი გაუვალობა, ისეთი საშინელი რაღაცაა, მეგობრებო, არის ასეთი პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა. ნაწლავი იხლართება და იჭედება, ხო? წარმოიდგინეთ, რო ვერ გამოვიდეს გარეთ ფეკალები, რა საშინელებაა, ხო? ნახეთ, რამ ხალასი შავები ჩამოვიდა. ნახეთ. მოდი, ჩამოდი, ვასუფთავებ, სულ გამოგისუფთავებთ. ვისაც ქონდათ გაუვალობა, ეს დახლართვა, ეს გაჭედვა. მერე ხო დიეტა უნდა დაიცვათ, მერე ცოტა ესე, დიდი ხანი უნდა დაიცვათ დიეტა.
რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. აი ნახეთ სანთელს უყურეთ, გაუვალობაზე ვლაპარაკობ. ეს ხელოვნურად ჩადებულიც არის, პირდაპირ გაუვალობაზე არა, მაგრამ აქ ზიზღზე და ასეთი პროგრამებია, ლარვები, ანუ პროგრამებია ჩადებული, მეგობრებო, რომ ესე იგი იგივე მოხრილობა, აი აღარაფრის თავი ნახევარი ადამიანი ხარ თითქმის და ესე გაგხადეს ნახევარი ადამიანი, მიხვდით ხო? აი აქ მინდა კიდე წავიმუშაო აი ამ სფეროში. ისევ გაუვალობაზე ვარ ჯერმე, გაუვალობაზე, ან ვისაც სიმპტომები გაქვთ. ესე იხრება, ესე ადის ნაწლავ. აი აქამდე ადის. ეხლა ჩამოვიყო, აი აქ დაარტყა. ეხლა ჩამოვალ. წამოვალ ნაწლავს. აი აქ არ ტყავს, აი ამაში არ ტყავს, აი აქ წავიმუშავებ ახლა. ჩამოვიდეს ეს პრობლემა, ჩამოვიდეს ხელოვნურად ჩადებული თუ ეს თქვენ თვითონაც გაქვთ აქ მე მაჩვენებს რომ ბევრი ან დიეტას არიცავთ, ან ბევრ ხორცს ჭამთ, ბევრ იმას ტკბილს, ამას, ან სასმელიდანაც გამომდინარე გოგოებო ბიჭებო. ახლა ყველამ თავის თავებში ჩავიხედოთ ხო? ან ისეთ სამსახურები გაქვთ ჩემო ლამაზებო, რომ აი რომ ვერ ახერხებთ, გასკდა, აი ეს მინდოდა, აი ეს და ხელებიც დამიწვა, მაგრამ რა ვქნა. ავიტან თქვენი გულისთვის, ჩამოდი. ზოგს ისეთი სამსახურები გაქვთ, რომ მე კოლიტი გემართებათ, ხო ხდებით? აი აქ არის, აი ამ ადგილში, აი აქ ურტყავს, მოდი ვამუშაოთ. წამოიღე მთელი პორჩა ნეგატივი, გამომაქვს, ნახეთ რეები ხდება ხალხო. ცეცხლის ალი და მერე საერთოდ რა. აქ შური, წყევლა, ყველაფერია ერთად, აი დაგაკომპლექტეს მოკლედ და ერთად ჩაგიდეს, ეს დაგიკეცეს და ლამაზად კულტურულად ჩაგიდეს. მიხდით? ესე ჩაგიდეს. წარმოიდგინეთ, რა ტკივილს განიცდის ამ დროს ადამიანი, ხო? ამ დროს იცის სიცხე, აქეთ ნახეთ რა ხდება ხალხმა, ჩამოვიდეს. ამ დროს იცის სიცხე, ამ დროს იცის თავის ტკივილი, ნაწლავი და სხვა რაღაცა გონიათ, მაგრამ ამ დროს ნაწლავია თავში, მიხვდით ხო? აი დამეწვა. ცუდი. ოხოხო, აქეთ რა ხდება? დაამთავროს, აი ზუსტად აი აქ, დასაწყისში, ფერდები რო გვაქვს, ფერდები, არც მუცელი და ხო, აი ეგეთ, არც კუჭი, აი აქეთ, ნახეთ, რეები ხდება ხალხო. აი აქ არის სერიოზული პორჩა. აქ კიდე საკვებიდანაც გამომდინარე. ახო, ნახეთ. რეები ხდება. უკან უბრუნებ ყველაფერს, ვინც აი ეს საშინელება დაგმართათ თავზე. ნახეთ რამხელა გველია. ხედავთ რამხელა გველია?
ესე იგი, ავედი მე ჩემი კარადების ზემოთ ავედი. ნახეთ რა ხელა გველია ხალხნო. აი ეს მუცელში ნაწლავში ყავთ გველი, ვინც სასმელზეა შემჯდარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დამოკიდებული, არის ეს იმის მიმანიშნებელია, რომ აქვს რიტუალი სასმელის გადაჩვევაზე 40 დღე უნდა უყუროთ, მწვანე გველი, ასე ქვია. არის ეგეთი ლარვა, ჩაგიდებენ ამ პროგრამას და გაცრავად, მაგრამ უნდა მოვწმო და მორჩა მიხვდით ხო? უხთავრუ დამეხვა გოგოებო ბიჭებო, ეხა გავაგრძელებ კიდე, აბა როგორ გძნობთ თავს, მე მაქვს შეგრძნებები. ოჰოჰო, დამეწვა, სულ დამეწვა თითები. ხო, აი ეხლა ამას გაჩვენებთ და გავაგრძელებ კიდე, ნახეთ აქ რეები ხდება უბრალოდ. ნახეთ, აი ეს არის სულ, უყურეთ რეებია, აი მწვანე გველები, აი ეს არის ზუსტად მწვანე გველი და სუშნასწი, ნახეთ ხელები, თავი, აი აქ დგას, აი ეს პროგრამა, ნახეთ როგორ არის, ნახეთ გველი დახვეული, აი უყურეთ. თან ერთი არ არის უკვე, ნახეთ, აქეთ კიდე ყავს ვიღაცეები და რაღაცეები, კიდე ყავს ხალხნო, აქაც ნახეთ რამდენია ჩამოვარდნილი, აი ეს სულ ლარვები და სუშნასწები არის ეს ოხრები ესენი. კარგად იმუშავა იმანაც, კარგად იმუშავა, მომეწონა. ხო, ეხლა მე ამით გავაგრძელებ. უბრალოდ მეტი არ მივარაუდია, ცოტას გამოვალებ მეგობრებო, თორე ძალიან ჩაიხუტა. ეხლა მე ამით ვიმუშავებ. ეს თაფლია რა თქმა უნდა. აი ამ ადგილებში ვიმუშავებ. აი ამ ადგილებში გავაგრძელებ. ნუ ეხლა მე ყოველთვის ვამბობ რიტუალს პლუს წამალი, ხო? ამას ვიძახი ყოველთვის. ნუ ეხლა მე ექიმი არა ვარ, ჩემოკარგებო, მაგრამ გიშველით შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს, ტკივილს. სანთელს უყურეთ. უყურეთ ეხლა სანთელს და წარმოიდგინეთ შეეშრება გაგიშდა, უყურეთ სანთელს და წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ ეს დისკომფორტი ტკივილი მიდის თქვენგან. მედიტაცია გააკეთეთ. რომ ამ სანთლით, აი აეხლა ამ წუთებში ხდება თქვენი განკურნება. სახელი თქვენი ნაწლავის განკურნება. რომ ტკივილი გიმსუბუქდებათ. კიდე არის ესეთი სიტუაცია, მაგალითად სიზარმაცე. ხო, ნამდვილად, რაოდენ შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ არის სიზარმაცე. რომ ნაკლებობა მეთქი, ნაკლებია, ისა რა ქვია, ნახეთ რა ხელა გველებია. ანუ არის სიზარმაცე, ხდება ამ დროს ხო ნაკლები მოძრაობა ხდება, ნახეთ რეები ახალხნო. ნაკლები მოძრაობა ხდება და სისხლის მიმოქცევაც არ არის ნორმალური. რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა სადავარ. აი აქ, აი ეს მინდა, სისხლის მიმოქცევა მცირდება მეგობრებო. და იქნება პრობლემა ნაწლავებში. და არის ასევე ტოქსიკური ადამიანები, თქვენთვის ტოქსიკური ადამიანები, რომლებსაც შემოაქვთ აი ეს ნეგატივი. ნუ ენერგოვამპირები.
და ამის შემდეგ ხდება მუცელში დაგროვება, აი ამ ყველაფერი ნეგატივის. და რა თქმა უნდა, სად დაარტყავს ნაწლავზე და ვითარდება ნაწლავზე რა პორჩა ვითარდება. ნახეთ კი, აი რამდენი ჩამოვიდა პორჩა კი. აი ამ ტოქსიკურ ადამიანებს, ვამპირებს გაშორებთ თქვენს გარშემომყოფი ადამიანებიდან, ვინც ესეთი ვამპირები არიან თქვენთვის და ტოქსიკური ადამიანები არიან და საზიზღარი ადამიანები არიან, აი ესეთ ადამიანებს გაშორებთ. ხსნი მათზე მოქმედებას, ვინც არ გაძლევთ საშუალებას, რომ ნორმალურად იცხოვროთ, ნორმალურად იმოძრავოთ, ნორმალურად ისუნთქოთ, ნორმალურად იაროთ, ნორმალურად იაზროვნოთ. აი ამ ადამიანებს გაშორებთ და საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, იქეთ ვუშვებ. მე როგორც თქვი, ასეც იქნება. ამინ. ხალხნო, ხედავთ ხო რა დევს თქვენ წინ. ნახეთ ინგრედიენტები ჯადოს. რა დღეში იყავით ხალხნო? აქ სამჯერ კი არა, რა ვიცი, მე აქ სიკვდილზეა გაკეთებული პორჩები და აქ მგონი სამჯერ არ გეყოფათ, ცოტა 6 ჯერ უნდა უყუროთ თვეში. ეს ტოქსიკური ადამიანებისგან ვითარდება ხო, აი ეს მუცლის ტკივილი ნაწლავებში და მე პორჩად გადაიქცევა, რა თქმა უნდა, აბა რა სიზავს საწავა ხო? ამასაც ვწმინდა მეგობრებო, მხოლოდ ჩემ გამომწერებს და გაშორებთ ასეთი სახის პორჩას, თქვენგან გაშორებთ. საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა, ვინც გამოუშვა, იმ მისამართზე წავიდეს, ვუშვებ პატრონთან. თვითონ იტანჯოს, იტიროს და თვითონ დაიკნავლოს და დაიკლაკნოს. ამინ. ნუ რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? გამოსასყიდი იქნება 9 ლარი. საშინელი მდგომარეობა. ბოლომდე უყურეთ ხოლმე ახალო გამომწერებო, სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, ისე არ რეზონირდება ჩემი გაშლები და ჩემი რიტუალები, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. თქვენს მაგივრად მიამტკივდა მუცელი. ცოტა ხანი 2 წუთი უნდა იყოთ, აი ეს ჩაქრეს, თქვენთან ერთად ესე მაქვს დაპროგრამებული. ნახეთ რეებია. თუ ყურეთ. აი აქაც ფეხი, მეორე სიტუაცია, აქაც ზის რაღაცა თქვენზე, ნახე, ჩამომჯდარი, ცოცხლე. სეირნობს თქვენს მუცელში, თქვენს ნაწლავებზე, კბილები. ნუ ეს ხო გითხარით ვიღაცას, აი შენი ზუბი მაქვსო რა, შენუ კბილს რო დაგადებს, ხო იცით რა, მოგიჩემებთ და აი სანამ არ მოგინელებ, არ შეგეშვები, აი ეგეთი სიტუაცია აქ მეხვდით ხო? ესეთი სიტუაცია აქვს ამ ვიღაცას. ნუ აქ დემონიზმზეა. ჩაქრეს, ცოტაღა უნდა, მაგრამ უნდა ჩაქრეს, აქ უნდა იყოთ. ხო, ეხლა ამ სანთელსაც უყურეთ ხოლმე. ნუ აი აქ რა გაჩვენოთ ეხლა მე? ისია მიკროლი რო. ოპა. ნახეთ. რეები ხდება ხალხო. რა დღეში ხართ თურმე? რა დღეში ხართ? აჰა, შავი ანგელოზები, თავისი ფრთებით, აქ რვიანში გაყვანილი, აქ ნახეთ თოკები და ტკივილები და ნახეთ აი ზუსტად ნაწლავები. ზუსტად მუცლის არე დაიხატა. ნახეთ, აქაც ვიღაცა ზის, აი აქაც ეს
გაბერილი ესე იგი თქვენი ჩაკეტილი ბლოკია და აი აქ უყურეთ როგორ ესე იგი ტკივილისგან აღარ იცით რა ქნათ, აი რომ ფეთქდები და აქაც ზემოდან გაზით, აი აქაც კბილი. ნუ თქვენი წინაპარი მეთქი, თქვენი ისიც ახლობელი ადამიანი სისხლით ნათესავი, არასისხლით ნათესავი, მაგრამ აი აქ უკვე თვითონაც სუშნესწი, აქაც სუშნესწი, ამეებშიც, ნახეთ, სულ დემონებია. ნახეთ რეებია, აქაც ზიან, აი აქ, რამდენი ზის მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომელ დღეს შეგჭამონ. მართლა გეუნებით, აი აქაც, რამხელა, სულ, აი ასახსნელიც არაფერი. აქ ყვავილშია რაღაცა ქოთანი გაჩუქეს, ყვავილის მერე ვიღაცას ალერგია ხო არ გაქვთ, ან ამის მერე ხო არ მოგდით. ნახეთ, ქოთანია და ყვავილი, მერე გაქვთ რაღაცა სიმპტომები დაწყებული, აგერ შიში, სტრესები. აი ჩაკეტილი კლიტეები, დათვის ფეხი, დაგაბიჭათ ვიღაცამ და გააკეთა კიდეც. კბილი ანუ რას ნიშნავს, ხა ძირიანად რო ეზიზღები, ძირიანად რო უნდა ამოგძირქოს და ასევე აი სისხლის ერთ ოჯახად ითვლება, აი ვინც ესე იგი თქვენთან აქაც სახეები, ნახეთ, ფრთები, შავი დემონების ხანჯალი, ვინც ესე იგი აი ოჯახის წევრად რო ხო არიან ახლობლები, რომ ოჯახის წევრებად მიგაჩნიათ, ხო? აი ესეთი სიტუაციებია. ნახეთ, სულ პორჩები ნაწლავებზე, დაგროვილი ნაწლავებში. აი ესე იყო. აი ამ ხარეს ნახეთ, როგორი პორჩებია. აქაც ნახეთ, აქაც. აი ესენი მოგშორდათ დღეს ჩემო ლამაზებო. ნახეთ, აი ზუსტად ნაწლავები დაიხატა, ხედავთ. ნახეთ, როგორი ტკივილებია, აქაც სახეები, ეს სულ ადამიანები არ არის, ეს არის პორჩები და ასე შემდეგ, ჩემო გოგოებო და ბიჭებო. გავიწმინდო ხელი. მოკლედ ყველაფერი ვთქვი, ხო? სამჯერ ვისაც გეყოფათ, სამჯერ უყურეთ. აღარ მკითხოთ ნინია რამდენჯერ თუ როგორ გტკივათ მუცელი, ან რა სიტუაცია გაქვთ, მე ხო არა ვარ თქვენ მუცელში. იმ სიტუაციაზე უყურეთ, ან 3 დღე თუ ლაითად ხართ, ან 6 დღე. 6 დღე უკვე ვისაც სირთულეები გაქვთ და 9 იქნება გამოსასყიდი, მეგობრებო. მე ახლა წავალ ამ ყველაფერს მივხედავ. ხო, სანთლებზე შემეკითხეს, კი, ვამზადებ სანთლებს, ურთიერთობის გაწმენდა, სიყვარულის სანთლებს, მაგრამ თუ მე იმათაც ვეუნები, ეხაც 20 ცალამდე გავაგზავნე ცოტა საბერძნეთში, ბათუმში, იტალიაში, კიდევ ვამზადებ, უნდა გავაგზავნო. სხვანაირი სანთლები, რა თქმა უნდა, პროგრამული, ვისაც გინდათ შემიკვეთეთ, არ დამეძარება, დაგიმზადებთ ესე სუფთა სანთლით. ხო, მოკლედ მეგობრებო, მე ახლა ამას ბოლომდე თვითონ მინდა რომ ბოლომდე უყუროთ, რომ ჩაიწვას, მიხვდით ხო, აი ეს ყველაფერი ჩაიწვას. ნუ პრინციპში აქ უკვე აღარც არაფერია, შემიძლია რომ ჩავაქრო. შემიძლია. აი, თვითონ ჩაქრა, ამინ უფალო. აქაც ხე გამოისახა. ესე იგი, აი ესე და ღრუნტი ნახეთ. ღრუნტი, ნუ აი მწვანე გველი წამოვიდა. აჰა, მეტი რა გინდათ. ამით გემშვიდობებით. მიყვარხართ, გელოდებით ისევ და ისევ პირად დიაგნოსტიკებზე, წმენდებზე და მომავალ შეხვედრამდე.